ცილის მესამეული სტრუქტურა გულისხმობს მისი საბოლოო, სამგანზომილებიან ფორმას, რომელიც აუცილებელია ცილის ფუნქციონირებისათვის. ეს სტრუქტურა წარმოიქმნება პოლიპეპტიდური ჯაჭვის, ამინომჟავების გვერდითი ჯაჭვების, იგივე R ჯგუფების ურთიერთქმედების შედეგად. მესამეული სტრუქტურა უნიკალურია თითოეული ცილისთვის და შექმნილია მრავალფეროვანი მოლეკულური ძალებით. პოლიპეპტიდური ჯაჭვის დაკეცვა მის მესამეულ სტრუქტურად სტიმულირდება და სტაბილიზდება სხვადასხვა ინტრამოლეკულური ურთიერთქმედებით. მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანი. ჰიდროფობური ურთიერთქმედებები. არაპოლარული R ჯგუფები ჰიდროფობურია და თავს არიდებენ წყალთან კონტაქტს. ჰიდროფობური რადიკალები პოლიპეპტიდის შიგნით მოექცევიან და სხვა არაპოლარულ ამინომჟავების რადიკალებთან ჰიდროფობურად ურთიერთქმედებენ. იქმნება ცილის შიდა, სტაბილური ბირთვი. ცილის ზედაპირზე კი ჰიდროფილური ამინომჟავების რადიკალები განთავსდება. ეს პროცესი არის მესამეული სტრუქტურის ფორმირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. იონური კავშირები. იონური კავშირები წარმოიქმნება საპირისპირო მუხტის მქონე ამინომჟავებს, ანუ დადებითად და უარყოფითად დამუხტულ R ჯგუფებს შორის. ეს ურთიერთქმედება აახლოებს პოლიპეპტიდური ჯაჭვის დაშორებულ უბნებს. დისულფიდური კავშირები. ამინომჟავა ცისტეინის R ჯგუფი შეიცავს გოგირდის ატომებს. როდესაც ორი ცისტეინი ერთმანეთთან ახლოსაა, მათ გოგირდის ატომებს შეუძლიათ შექმნან ძლიერი კოვალენტური ბმა, რომელსაც დისულფიდური ხიდი ეწოდება. ეს კავშირი გადამწყვეტია ცილის მესამეული სტრუქტურის სტაბილიზაციისათვის. მაგალითად, ფერმენტ რიბონუკლეაზას მოლეკულაში 8 ამინომჟავა ცისტეინით შექმნილი 4 დისულფიდური ხიდი იმდენად ასტაბილურებს მოლეკულის სტრუქტურას, რომ ეს ფერმენტი დუღილის დროსაც კი არ დენატურირდება. წყალბადური ბმები. ამინომჟავების პოლარულ R ჯგუფებს შეუძლიათ შექმნან წყალბადური ბმები ერთმანეთთან ან წყალთან. როგორც გახსოვთ, მეორეულ სტრუქტურაში წყალბადური ბმები ამინომჟავების კარბოქსილისა და ამინო ჯგუფებს შორის წარმოიქმნებოდა, ხოლო მესამეულ სტრუქტურაში კი ამინომჟავების R ჯგუფების რადიკალებს შორის.